ლელოს პარტიას წევრები ტოვებენ. დათო ნადირაშვილმა, ნოდარ გიგაურმა, დომენტი ქორქიამ და ვლადიმერ ბუზალაძემ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას და ამ მიზეზით ტოვებენ ლელოს. აღნიშნულ თემაზე განმარტება გაკეთდა პარტიაშიც. თემის დეტალებით თამუნა ციკლაური გვერდდება. თამუნა, როგორია განცხადებები? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დადგმული სპეცოპერაცია სწორედ ასე აფასებენ პარტია ლელოში მათი ახლა უკვე 5 ყოფილი წევრის განცხადებებს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ფაქტია, რომ დააშკარაა, რომ ეს არის ქართული ოცნების მხრიდან, უფრო კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დაგეგმილი სპეცოპერაცია მათი პარტიის წინააღმდეგ, ვინაიდან ამაზე მათ შორის მიანიშნებს ისიც, რომ ფაქტობრივად ერთდროულად ერთი და იგივე და მსგავსი შინაარსით გაავრცელეს კონკრეტულმა ადამიანებმა, მათმა ახლა უკვე ყოფილმა წევრებმა განცხადებები პარტიის დატოვების თაობაზე. სალომე სამადაშვილი ასევე ამბობს იმასაც, რომ ტყუილია, რომ თითქოს პარტიის მიზანი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილება და ამის დასტური არის მათ შორის ისიც, რომ პარტია მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან ლელო თulis, როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს სწორედ არჩევნების გზით. მე ასევე შეგახსენებთ, რომ 5 წევრმა, ახლა უკვე პრინციპში ყოფილმა წევრებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს სოციალურ ქსელში განცხადებები და ის მათ დაწერეს, რომ ისინი ტოვებენ პარტიას და მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მათი გადმოსახედიდან ლელო ფსონსდებს სწორედ ძალადობაზე, თავად კი ძალადობას ემიჯნებიან. რამდენიმე საათის წინ დაიწყო ერთბაშად რამდენიმე კანდიდატის მიერ ზუსტად ერთი და იგივე ტექსტის განცხადების გავრცელება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სუსი ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან რაიმე სახის კავშირში. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სცენარი არის სუსის მიერ დაწერილი, სუსის მიერ ზეწოლის შედეგად განხორციელებული ერთი და იგივე ტექსტი, რომელიც დაიწერა სუსის კაბინეტში და დაურიგდა ამ ადამიანებს, მინდა მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სუსს. დღეს, როდესაც ისედაც მოქცეული ხართ საერთაშორისო იზოლაციაში. დღეს, როდესაც არ გაქვთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მე ძალიან გირჩევდით, რომ საკუთარი თავი აბუჩად არ აიგდოთ ამ ბრალდებების შეკერვის ცდელობით. ხელისუფლების სწორედ არჩევნების გზით დამარცხება არის ყველაზე რეალისტური გზა და სწორედ ამიტომ აგრძელებს ლელო პოლიტიკური გზით ბრძოლას. ლელოს ახლა უკვე ყოფილი წევრების განცხადებებს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს ლოგიკურ შედეგს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა სწორედ ამ საკითხს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც რეალური მიზნები ლელოსიც არის ის, რაც აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და ეს არის სწორედ ძალადობა, ამის შესახებ სწორედ იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მიიღეს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება და შესაბამისად ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესებისა და იმ მიზნების თუ სურვილების, რაც კონკრეტულად პარტია ლელოს ამოძრავებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ხედავენ მისი წევრები, რომ თაღლითების მიერ შექმნილი თაღლითური პარტია პარტიის კიდევ ერთი თაღლითობის მონაწილეები გახდნენ. რომ რა თქმა უნდა, მათ ასეთ პირობებში წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ, როდესაც ასეთი ტიპის პარტია არის თაღლითობაზე დაფუძნებული და განცხადებები როგორც ნახე, მათ შორის ის, რომ დილით არჩევნები და საღამოს დამხობაო, როგორც ჩანს, ხედავენ, რომ ამ დამხობას ასე ადვილად არავინ არ გაუტარებს და არავინ არ შეხედავს და კარგია თუ კი დროზე მოვა ყველა გონს და გაემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ასე რომ არ ვიცი ინდივიდუალური შემთხვევები რა არის, თუმცა აქამდე რა უნდა და საერთოდ რა უნდა და პატიოსან ადამიანს თაღლითების პარტიაში ეს სხვა საკითხია. დღეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთხელ თვალი გაუსწორონ იმ თაღლითობას, რომელშიც ჩაითრია მამუკა ხაზარაძემ მისი პარტიის წევრები და თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მხოლოდ მისასალმებელია.
პარტიიდან 5 წევრის წასვლის თაობაზე გაკეთებული განცხადების გარდა დღეს სალომე სამადაშვილმა ასევე მიმართა მოქალაქეებს მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისაკენ, ვინაიდან სალომე სამადაშვილიც, როგორც სალომე სამადაშვილი, ისე მთელი დღის განმავლობაში, მაგალითად აზოდა თუნაშვილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აკეთებს განცხადებებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტივობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი თავის მხრივ. მადლობა, პირდაპირ ეთერში ლელოს ოფისიდან თამუნა ციკლაური საუბრობდა.